ახალგაზრდა ნდობით აღჭურვილი ადამიანების შეკრებას გეგმავთ, როგორც ხვდები, ხო? აი, ცოტა მეტი რო გითხრათ. მე კი არ გეგმავ მათ შეკრებას, მათთან ერთად შეკრებას გეგმავ. მე ასეთი ხალხი არის, მე ხედავ თანამოაზრეებს, როგორც არაპარტიულ პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე და ამ ძალისხმევას სჭირდება გაერთიანება და ხალხს უნდა ველაპარაკოთ მომავალზე, იმიტომ რომ როდესაც აი ასეთი კრიზისია, როგორზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ნიჰილიზმი არის ერთ-ერთი იარაღი ქართული ოცნების ხელში, ამიტომ რაღაც სიახლე რომ ხდება პოლიტიკურ სპექტრში, ან იგეგმება, ეს არის ნამდვილად შეიძლება ითქვას კარგი ამბავიც კი, ამიტომ რამდენჯერმე გეკითხებით ერთი და იგივეს, ვინ შეიძლება რომ თქვენ გარშემო ვიხილოთ, მათ შორის ანუ რა ტიპის ადამიანები და რამდენიმეზე ეჭვი მაქვს. თანამოაზრეობა პოლიტიკურ პროცესში დგას რამდენიმე რაღაცაზე. ეს არის პირველ რიგში ხედვა, ღირებულებები, სტრატეგია და ამავდროულად ბიოგრაფია და ისეთი რეპუტაცია, რომელიც პოლიტიკურ პროცესში შენთვის არის შესაძლებლობა და არა დაბრკოლება, ხო? მიმიხვდით ალბათ რასაც გულისხმობ და ასეთი ხალხი არის ნამდვილად. მე არ მინდა რომ სახელების და გვარების დასახელებაში შევიდე, იმიტომ რომ ბევრი ასეთი ადამიანი არის და ბევრი ასეთი ადამიანის მიმართ მინდა რომ იცოდეს ყველამ, რომ მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი რომ ჩვენ დავსხდეთ და უბრალოდ ვისაუბროთ მომავალზე, იმიტომ რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. იმ უიმედობის და ყველაფრის მიუხედავად, რაშიც შეიძლება საზოგადოების ნაწილი იყოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის რუსეთის ბოლო ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ რეალურად საბჭოთა კავშირის მენტალური აი ამ ნანგრევების და ნარჩენების დაშლა ხდება ახლა. აი ხო იცით, აი პლასმასი ცუდი არის გარემოსთვის, იმიტომ რომ დიდი ხანი უნდა მას გარემოში 50 წელი უნდა მას გარემოში დაშლისთვის და კიდევ მეტი და ასეთი შეიძლება მეტი და ასეთი არის საბჭოთა ნარჩენებიც. კი, საბჭოთა კავშირი დაიშალა შეიძლება 90-იან წლებში, მაგრამ მენტალური დეკონსტრუირება იმ ყველაფრის, რაც ხდება იმ მენტალობის, იმ ცუდი პრაქტიკის და იმ საბჭოთა მემკვიდრეობის ხდება დღეს ჩვენს ცნობიერებაში. ეს არის პირველ რიგში ინტელექტუალური და გონებრივი პაექრობა და ბრძოლა, რომ ჩვენ გავთავისუფლდეთ ამისგან და მე მგონია, რომ აი ახლა ეს არის კრისტალიზებული არის ერთი ფორმით და აუცილებლად მოხდება ამის დაშლა. და მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ და ადამიანებს უთხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ აი ეს გამოტოვებული დრო, ეს დაკარგული დრო არის, მე მგონი თქვენი ეთერის შემდეგ და ეს დაკარგული დრო, რომელიც ქართული ოცნების მმართველობის პირობებში რაღაცნაირად ჩამოყალიბდა, ეს სწრაფად დავაკომპენსიროთ. ევროკავშირის გზაზეც მინდა გითხრათ, რომ არის სწრაფი გაწევრიანების ძალიან ბევრი მაგალითი და ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ მართლაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს